ოქტომბერს ძალაში არის სამშობლოს ნაციონალური მოძრაობის გეგმა, ისინი საუბრობენ მშვიდობიან დამხობაზე. თქვენ რა გაქვთ პასუხი მათ ამ დღის წესრიგს? მე მგონი ცხადია საერთო ჯამში, რომ რასთანაც გვაქვს საქმე. რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფება, რამდენიმე უცხოეთთან დაფინანსებულ NGO-სთან ერთად გავიდა დემოკრატიული ჩარჩოებიდან. მათ პირდაპირ აქვს გაცხადებული, რომ ისინი უარს ამბობენ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობაზე და დადგნენ ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილების გზაზე. ყველას შევახსენებ, რომ ერთადერთი გზა სახელმწიფო მანდატის მოპოვებისა ეს გახლავთ არჩევნები და ამ ჯგუფებმა, გულისხმობ პარტიებს და უცხოეთთან დაფინანსებულ NGO-ებს განაცხადეს, რომ ისინი გადიან დემოკრატიული ჩარჩოებიდან და ძალადობრივი გზით მანდატის სახელისუფლებო ბერკეტების მოპოვებას ცდილობენ. ზუსტად ეს არის გაცხადება დამხობასთან დაკავშირებული და სხვა არაფერი. შესაბამისად, ყველა ვინც ამაში მონაწილეობს, ყველა ვინც ამ ეგრეთ წოდებულ დამხობის ტერმინს აკნინებს, ან მხარს უჭერს, ან სალონურად ხდის იმით, რომ ხვდება მათ და დიპლომატიურ თუ პოლიტიკურ შეხვედრებს აორგანიზებს, ყველა ახალისებს ძალადობრივ პროცესებს და ამას ხედავთ ჩვენ პირდაპირ. ამიტომ ფაქტია კიდევ ერთხელ, რომ მათ არ აქვთ არანაირი სახალხო მხარდაჭერა, შესაბამისად ხედავთ ჩვენ მათ ქცევაშიც, რომ ერთადერთი გზა ეს არის რაიმე ისეთი პროვოკაციის მოწყობა, რამაც შეიძლება, ასე ვთქვათ, არაორდინარულ მდგომარეობაში ჩააყენოს საზოგადოება და სახელმწიფო. ასე რომ ეს არის ის საშიში გზა, რომელსაც დღეს ადგას უცხოეთიდან კარნახით რამდენიმე პარტია და NGO. ეს არის ის გზა, რომელიც პირდაპირ მიდის მაიდნისკენ. ადამიანის სისხლის და არეულობის მოწყობაზე და თქვენ გახსოვთ, რომ მაიდანი ძალიან შემოგვაჩვიეს ბოლო პერიოდში თუ წინა პერიოდში, მათ შორის გახსოვთ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, როგორ მოუწოდებდა დეკემბერში შარშან მაიდნისკენ ოპოზიციას. ასე რომ ამ პროცესებს ზუსტად ასე უნდა შეხედოს ჩვენმა საზოგადოებამ, რომ დღეს რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფება და უცხოეთთან დაფინანსებული NGO ცდილობს, რომ საქართველოში დაატრიალოს 90-იანი წლები. ევროკომისიის პრესპიკერის განცხადებაზე მინდა გითხრათ, რომელმაც ელენე ხოშტარია პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენია, თქვენ სოციალურ ქსელში გამოეხმაურეთ ამ ფაქტს, გითხარით, როდესთან გვაქვს საქმე პოლიტიკოსთან მიმართებაში, რომელმაც მიზანმიმართულად დააზიანებანერი იცოდა კანონის ნორმა. ელენე ხოშტარიამ ჩაედინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. ერთი, მეორე, ელენე ხოშტარი არის ადამიანი, ზუსტად ის ადამიანი, რომელიც უარს ამბობს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობაზე და გაცხადებული მიზანი აქვს, რომ შეუზღუდოს მოქალაქეებს არჩევნების გზით ნების გამოვლენა და ჩაშალოს დემოკრატიული არჩევნები. და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუციის პრესპიკერი მხარდაჭერას უცხადებს ასეთ ადამიანს, ეს არის სხვა არაფერი, თუ არა ძალადობისთვის მწვანე შუქის ანთება. ფაქტობრივად ჩვენ ეს რაც მოვისმინეთ პრესპიკერის მხრიდან, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის და დანაშაულის გამართლება და პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულისთვის მწვანე შუქის ანთება. ამას იქით ყველა ამგვარი პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული თუ ძალადობა, რომელიც წამოვა ამ ჯგუფებისგან, შეგვიძლია ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ევროკავშირის თუ ბრიუსელის შესაბამისმა ინსტიტუციებმა და მათ შორის ევროკავშირის საელჩომ, რომელიც დღემდე არ ემიჯნება ძალადობას, მათ შორის იმ მოძალადეებს, რომელსაც თავად აფინანსებს. შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საელჩო აფინანსებს ადამიანს, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობებისკენ და რომელიც ქილიკობს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ პოლიტიკოსის ლევან გაჩეჩილაძის
გარდაცვალებაზე. ასეთ ადამიანს აფინანსებს ევროკავშირის საელჩო და საზოგადოებას იმის ღირსადაც კი არ თვლის, რომ წუხილი მაინც გამოთქვას, რაღაცა მაინც თქვას, ერთი სიტყვა გაგვაგონოს, საერთოდ ეს რაიმენაირად ჯდება არათუ ევროპულ, რაიმე galaktikul ღირებულებებში მაინც თუ ჯდება, როდესაც ადამიანი პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობისკენ მოუწოდებს და ამას აფინანსებს ევროკავშირის მოქალაქის ფულით. ამიტომ სამწუხაროა, თუმცა ამ მდგომარეობაში თავად ბრიუსელმა მიიყვანა საკუთარი თავი, რომ ის თავს აიგივებს ძალადობასთან და პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს. არ გამისულებია მოდიში, როდესაც თქვენ პრესპიკერის განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვთ, თან დავუხდეთ შეერთებული შტატების გაკეთებული განცხადება, როცა ძალადობა, ინფრასტრუქტურის დაზიანება თუ ასე შემდეგ, რომ კაცრად დაიჯებოდა. როგორ ხდება, როცა რა ქვია ამას, როცა მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიჯადია, საქართველოში კი პოლიტიკურად მოტივირებულია იგივე ქმედებები? მე იქვე დავწერო, ეს არის ღირებულებითი უფსკული, რომელიც დღეს არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრიუსელს შორის. ჩვენ ხედავთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მას შემდეგ რაც მოხდა ადმინისტრაციის ცვლილება, ახალი ადმინისტრაცია მკაფიოდ დგას ადამიანის უფლებების კანონის უზენაესობის მხარეს და ჩვენ ხედავთ, რომ ამ მთლიან პროცესს ჩამორჩენილია დღეს ბრიუსელი. ამოვარდნილი არის საერთოდ იმ მდგომარეობიდან, რაც სამყაროში არის, ყველა გმობს ძალადობას, ევროკომისიის პრესპიკერი გამოდის და მხარს უჭერს მოძალადეს. ყველა გმობს ანტიდემოკრატიულ ქმედებებს, ევროკავშირის თუ ბრიუსელის სხვადასხვა ბიუროკრატი გამოდის და მხარს უჭერს იმ აფინანსებს, იმ NGO-ებს, რომლებიც პირდაპირ გასულები არიან დემოკრატიული ჩარჩოებიდან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს NGO-ები, რომლებიც დღეს საუბრობენ, უნდა ჩაშალონ 4 ოქტომბრის არჩევნები, რომლებიც დღეს არიან მონაწილე 4 ოქტომბერს ძალადობის ორგანიზებისა, ეს NGO-ები ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან. და ბატონი ელჩი საქართველოს ხალხს იმის ღირსადაც არაგდებს, რომ განმარტებები გააკეთოს ამასთან დაკავშირებით. ხო, ის ინფორმაცია, რაც საჯაროდ გაჟღერდა, ის ინფორმაცია, რაც მე მაქვს, ჩვენ ნახეთ, რომ მართლაც ანახულ თანხებაზე არის საუბარი, რომელიც საქართველოში შემოდიოდა იმის მიზნით, რომ მოხდენილიყო მისი კონვერტაცია სხვა ვალუტაში, ასე რომ პროკურატურა ჩაეძიება მთლიანად ამ საკითხს და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ასე ვიცოდეთ, რა სქემა იყო ასეთი აწყობილი, როდესაც ასეთი თანხები მოკლე დროში ტრიალებდა საქართველოში. უპირველეს ყოვლისა, როდესაც იმ დაჯგუფებებთან, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ აპირებენ დემოკრატიული პროცესის საბოტაჟს, რომლებიც ამბობენ, რომ უნდა ჩაშალონ არჩევნები, რომლებიც ამბობენ, რომ ხელი უნდა შეუშალონ მოქალაქეებს საკუთარი ნების გამოვლენაში, მათთან ასეთი ტიპის შეხვედრები, სალონური საუბარი, თვითონც არაფერი, ასე ვთქვათ, ეს ახალისებს მათ შემდეგ ქმედებებში. მაშინ, როდესაც ამას თან არსდევს კაფიო პოზიცია, ამ შემთხვევაში ბრიტანეთის საელჩოსი თუ სხვადასხვა ინსტიტუციის კაფიო პოზიცია მათი რადიკალური ქმედებების მიმართ. ჩვენ დღემდე ჩვენ ხშირად ვისმენთ ცრუ ნარატივებს საქართველოსთან დაკავშირებით, ვისმენთ დეზინფორმაციას, მათ შორის ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა დღემდე ვერ მოვისმინეთ ერთი სიტყვაც კი იმ ძალადობრივი აქტების შესახებ, რომელიც ამ პოლიტიკური ძალების ორგანიზაციებით ხორციელდებოდა, როდესაც პარლამენტს ცეცხლს უკიდებდნენ, როდესაც მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ, როდესაც პოლიციელებს ქვებს ესროდნენ, როდესაც ჩადიოდნენ პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებებს, ერთი გაკიცხვა არ მოგვისმენია
ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს არაგულწრფელობას საკუთარ მიდგომებში. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ იმ გაცხადებულ მიზნის მიღწევისკენ მივდივართ, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს გამორჩეულად წარმატებული შედეგები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა გადავიყვანოთ კიდე ახალ ნიშნულამდე და ვიყოთ საუკეთესო სამეულში ამ მხრივ. დღეს ჩვენ ვუსწრებთ ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას, მათ შორის იმ ქვეყნებს ჩვენ რო ჭკუას გვასწავლიან ვუსწრებთ კორუფციის ბრძოლასთან მიმართებაში, თუმცა არადოს არ წამოგვიძახები ამ ქვეყნებისთვის, რომ ჩვენზე უარესი მდგომარეობა აქვთ, მაგრამ და ამიტომაც ჩვენ ვართ ახლა ძიებაში იმ ნაბიჯებისა, რომელიც ერთის მხრივ როგორც ასე ვთქვათ სისხლის სამართლებრივი დევნის მეშვეობით, ასევე სისტემის მხრივ შექმნის ყველანაირ ბარიერს, რომ არ წახალისდეს და არ იყოს, ასე ვთქვათ, მათ შორის ცდუნება იმის, რომ კორუფციული გარიგებებში შევიდეს სისათვის მოხელე. ეს ცვლილება ზუსტად ამ მიზანს ემსახურება, რომ ვინმე არ იფიქროს, რომ შეიძლება გარკვეული კორუფციული შემოსავალი მიიღოს, შეიძლება, ასე ვთქვათ, შეეგუოს იმასაც, რომ რამდენიმე წელი დაყოს სასჯელი ახსულების დაწესებულებაში, იმ იმედით, რომ როდესაც ის თავისუფლებას დაბრუნდება, შემდეგ კორუფციულად მიღებული თანხები მანამდე გადამალული რაღაცნაირად ნელ-ნელა გამოიყენოს. ამიტომ სწორედ ამ ამის პრევენციას ემსახურება 30 წლიანი ვადა და ვალდებულება ქონების დეკლარირებისა, არა მხოლოდ მისთვის, არამედ მისი ოჯახის წევრებისთვის, ანუ როგორი სტანდარტის არსებობს ზოგადად საჯარო მოხელეების მიმართ. იცით, რომ ჩვენ მანამდე მივიღეთ ცვლილებები თაღლითობასთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ და სხვა მსგავს დანაშაულებთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ დაზარალებულების სრული დაკვაყოფილება მოხდეს და აქაც რომ არ ქონდეს ვინმეს იმედი, რომ ჩაიდენს თაღლითობას, მიიღებს თაღლითური გზით და დანაშაულებრივი გზით შემოსავალს, გარკვეული პერიოდით გადამალავს და ციხეს მოიხდის რაღაც რაოდენობა წლებისა და შემდეგ იმის იმედით და გათვლით, რომ თავისუფლებას დაბრუნებული გამოიყენებს დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ თანხებს. ასე რომ ეს არის სწორედ იმ სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის გაგრძელება, რომლითაც ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველოს მთავრობას და საქართველოს სამართლებრივ შტოს თუ სხვა ინსტიტუციას, რომ საქართველოს საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყანას არ გაწირავდა მარიონეტული ომისთვის, საიდანაც გვითხრებდნენ მაშინ ბევრი. და ამას გარდა, რა თქმა უნდა, სხვა სახის მიღწევები, რომელიც საქართველოს გააჩნია, მათ შორის პანდემიის წარმატებით დაძლევის და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. ისურვებდით თუ არა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნებულიყო კვლავ აქტიურ პოლიტიკაში და ქართულ ოცნებაში და გააძლიერებდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება ქართულ ოცნებას? ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი გადაწყვეტილება გაგაცნოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ის პოლიტიკიდან გასული არის და შესაბამისად მას არანაირ მე ვისურვებდი, რომ ყველა საკუთარი სურვილის შესაბამისად მოქმედებდეს. და ეს დავაგრძელებ ირაკლი ღარიბაშვილის თემას. თქვენ ხშირად გითხრათ, რომ ირაკლი გიორგი გახარია იყო Deep State-ის წარმომადგენელი. თქვენი ქართული ოცნების ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო Deep State-ის წარმომადგენელი. შეიძლება თუ არა, რომ Deep State-ს გავლენა მოეხდინა მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილსაც და შეიძლება თუ არა, რომ ირაკლი ღარიბაშვილსაც ჰქონოდა Deep State-თან რაიმე სახის კავშირი. ზუსტად ამას გეუბნებოდით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დიდი დამსახურება იმაში, რომ Deep State-მა ვერ შეძლო საქართველოს ჩათრევა ომში. რაც შეეხება გიორგი გახარიას, რაც შეეხება სად იმყოფება დღეს გიორგი გახარია, თუ იცით? არ არის საქართველოში როგორც მე მგონი ამაზე ესეც უკვე პასუხია იმაზე, თუ ვისი დაკვეთით და ვისი დაკვეთით მოქმედებს გიორგი გახარია. მათ შორის რომ გიორგი გახარიაზე იცით, რომ ის იტყუებოდა საგამოძიებო კომისიაში და ბოლოს ჩაკითხვების და შემოვლითი კითხვების და ჩაძიების შემდეგ მოუწია ეღიარებინა, რომ 2021 წელს ის ამერიკის ელჩთან შეთანხმებით გადადგა. და ასეთი ადამიანი რო იყო ადამიანებია ირაკლი ღარიბაშვილი, რომ Deep State-მაც კი ვერ მოახერხა მასზე გავლენის მოხდენა და ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანა გადაარჩინა მეორე ფრონტს,
ქართულ ოცნებას, რომ დაბრუნდეს ქართულ ოცნებაში. რატო გიჭირთ ამაზე პასუხის გაცემა? პასუხი კაფეო არის ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის პოლიტიკაში აღარ მონაწილეობს და ეს არის მის გაწყვეტილება. მეგობრობთ თუ არა ირაკლი ღარიბაშვილთან? ხარ კითხვები ხარ რამდენიმე მკითხეთ. ბოლოს ოდის ვესაუბრე ტელეფონით და მე მგონი ყველა საკითხზე გიპასუხებ და ეხლა უკვე გადადიხართ არასერვიზულ საკითხებში. გიპასუხებთ უკვე ყველა კითხვები. სხვა პასუხი მე თქვენთვის აღარ მაქვს, გიპასუხეთ. სხვა პასუხი მე თქვენთვის აღარ მაქვს, გიპასუხეთ. რაც შეეხება ეუთოოდირთან დაკავშირებულ საკითხს, ჩვენ ნახეთ, ესეც ერთ-ერთი მაგალითი არის იმ ფარისეულობისა, რომელსაც ჩვენ ხედავთ სამწუხაროდ გარედან. ნახეთ წერილი პირდაპირ, ხო, ესეც ხო დოკუმენტია, ხო, ხა თარიღებს ხო ვერ გაიქცევიან. თუ არ ვცდები, 2 სექტემბერს მოიწვიეს და 3 სექტემბერს არის, ხო, 3 ოქტომბერს არის არჩევნები. ზუსტად იგივე იყო ჩვენთან, 5 სექტემბერს გაიგზავნა მოსაწვევი 4 ოქტომბერს ჩასატარებელ არჩევნებთან დაკავშირებით. და ახლა საუბარი იმაზე, რომ ვერ დააკონკრეტეთ და დრო არ გვაქვს, ერთი თვე გვაქვს ჩვენ დრო საარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის და ამას ვახერხებთ, რომ საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ ერთ თვეში. რეალურად სექტემბერი არის, სადაც ჩვენ და ოპონენტები მათ შორის საარჩევნო კამპანიას ვეწევით. ესეთი ხარ რა გახდა, რა ქვია, რამდენიმე ადამიანის შეკრება და ჩამოყვანა საქართველოში, ნუ ძნელი დასჯერებელია, რომ ეს არის რეალური მიზეზი. მათ შორის საქართველოს მაგალითზე ვისვით, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთი თვით ადრე მიიღეს მოსაწვევი და ჩამოვიდნენ და დააგვირდნენ კიდევაც არჩევნებს. ასე რომ აქ პირდაპირ თეთრი ზაფით ნაკერი არის ის საბაბები, რომელიც ჩვენ გვესმის ახლა ეუთო ოდირისგან. ესეც ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ რა თქმა უნდა დაიმახსოვროს ამ მხრივ, თუ როგორ ხდება ხოლმე შეფასებები. მეორე მხრივ ისიც არ დაგვავიწყოს ჩვენ, რომ ეუთო ოდირმა, რომელმაც 2024 წელს მათ გასაგონად, ვინც ახლა წუწუნებს, მათ შორის უცხოელები, რომ თითქოს ოდირი ვერ დააკვირდება და ასე შემდეგ. რო დააკვირდა 24 წელს რა ხეირი. დაუდოთ პირდაპირ შავი თეთრზე. დაწერილი და ვისაც არ გესმით დაწერილიო, მისი ხელმძღვანელი გამონდა ზეპირადას თქვა მაშინ და სულ ახლახან გაიმეორა კიდე ერთხელ, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა, საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება. წერტილი. აი რა ხეირი აქედან გამომდინარე, რა ხეირი ქონდა ამა თუ იმ ზოგიერთ ქვეყნის წარმომადგენლობას, რომელიც ესე ნელთბილად ეპყრობა საქართველოს ხელისუფლებას. ამიტომ რეალური მიზეზი ის არის, რომ ყველა ხვდებოდა, რა თქმა უნდა, ერთ რამე შეგახსენებთ კიდე დროებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წინა საარჩევნო გარემოს შუალედური შეფასება რო იყო, არანაირი დიდი პრეტენზია არც ქონია ეუთო ოდირს. თუ კი რაიმე და მათ შორის ოპოზიციას არ ქონია. შეგახსენებთ ჩარშან სექტემბრის ბოლომდე ხმა არ მოუღია ოპოზიციას ან წინა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით რაიმე, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული ისეთი პრეტენზია არ ყოფილა. მათი პრეტენზია დაიწყო არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ან პრეტენზია იმ საღამოსვე დაიწყო, მაგრამ მიზეზი ვერ მოიფიქრეს და საბაბი მოიფიქრეს რამდენიმე დღეში, ხან გაჟონა თქვეს, ხან პირადობის მოწმობების ორჯერ გატარება თქვეს, ხან 300,000 ზეციური ქართველი გამოჩნდა, ასე გონიათ და ასე შემდეგ. ანუ არაფერი არ ეხება, ყველა მათი პრეტენზია მიმართული იყო არჩევნების დღესთან დაკავშირებით. ასე რომ არჩევნების დღეს დაკვირვებოდნენ რა პრობლემა იყო და პრობლემა იმაში იყო, რომ დააკვირდებოდნენ, ვერანაირ, ასე ვთქვათ, მიზეზს ვერ ნახავდნენ, მათ შორის იმ რაღაც მითიური, რაღაც თითქოს გაჟონა არ გაიგო, ყველა საკითხთან დაკავშირებით ტექნიკური ზომებიც არის მიღებული, საერთოდ ხმა არ ექნებოდა თამოსაღები და იქნებოდა ოპოზიციას, იქნებოდა ამ მხრივ დადებითი დასკვნა და ზუსტად ეს შეაფერხეს, რომ არ ყოფილიყო დადებითი დასკვნა და ნახავთ თქვენ, აი ეს არჩევნები ჩაივლის და ის საელჩოები, რომლებიც ახლა დუმან
და აქ 4 ოქტომბერს ქვეყნის დამხობას და 90 წლების გამეორებას რო აპირებენ და კალაშნიკოვები ცირბილს რო აპირებს ზოგიერთი ნახეთ აქ შაშხანით რო იყო ვიღაცა ამ უცნობი ადამიანი არ ვიცი მიტინგზე ამას რო აპირებენ ამაზე ხმასურ კრინც რო არძრავენ საელჩოები ნახავთ არჩევნების მეორე დღეს გამოდგებიან და დაიწყებენ ახლა ეს არ იყო ინკლუზიური ასეთი იყო ისეთი იყო აი ამიტომაც გაიყვანეს ეუთო ოდირი რომ რაც გამეორდებოდა იგივე იქნებოდა დასკვნა რომელიც იტყოდა რომ არჩევნები ჩატარდა და ეხლა მეორეჯერაც კიდევ უნდა უარი ეთქვათ რომ ეს ფარატინა ქაღალდი არის გახსოვთ თქვენ რა დაიწყოს მოსყიდული იყო ეუთო ოდირიო იქ გავლენები არისო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რომელთაც დასტურდება თვითონ ბრალდებული ამბობს, რომ უკრაინის სპეცსამსახურებმა გამოატანეს მასასაც სასაფრთხებელი ნივთიერება და კონკრეტული ტერიტორია იყო თბილისი და ბოლო ლოკაცია იყო ავლაბარი, სადაც მან ჩამოიტანათ. მათ შორის სულში, როდესაც პირველი ბრიფინგი გაიმართა, კითხვის ნიშნები დაისვა იმასთან დაკავშირებით 4 ოქტომბრის მშვიდობიან დამხობასთან ხომ არ იყო ეს კავშირი და მათ შორის ყოფილი ორი მაღალჩინოსანის გვარი იყო გაჟღერებული ახალაია და ლოკი. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა დავინახოთ მოვლენების ლოგიკა და ჯაჭვი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არჩევნების წინ უკრაინის სპეცსამსახურების მონაწილეობით საქართველოში სხვადასხვა ოპერაციები ხორციელდება. შეგახსენებთ 2017 წლის არჩევნები იყო თუ არ ვცდები, გივით არგამაძის აფეთქება, რომელიც დადასტურდა, რომ უკრაინული სპეცსამსახურების მხრიდან იყო ორგანიზებული. შეგახსენებთ 2021 წლის არჩევნებს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი დადასტურებულია, რომ უკრაინის სპეცსამსახურებმა შემოაპარეს საქართველოში. დადასტურებულია. შეგახსენებთ ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის წინა ფაქტს, რომელიც ასევე აღმოაჩინეს ჩვენმა სამართალდამცავმა ორგანოებმა და ამ ფაქტსაც, რომელიც არჩევნების წინ ხდება. რა თქმა უნდა, მე შემეძლო მეკითხა იმ გვარით ქართველებისკენ, რომელიცაც ზელენსკი უნდათ საქართველოს პრეზიდენტად. აი ასეთ რაღაცას რო გიკეთებს შენ იმ ქვეყნის სპეცსამსახურები, რომელიც ცდილობს შენს არევას, რომელიც ცდილობს შენთან ხელისუფლების დამხობას და ეს იყო მიზანი მიხეილ სააკაშვილის აქ ჩუმად შემოპარებისა, რომელიც შენს ქვეყანაში, რომელსაც შემოაქვს ასაფეთქებელი ნივთიერებები და ასე შემდეგ. აი რა მაინტერესებს ახლა ამის შემდეგაც აპირებენ ზელენსკის განდიდებას და უკრაინის ხელისუფლების განდიდებას, რომლის განაც მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაზე არის გადასული ჩვენი უსაფრთხოების სისტემა. და არ ვსაუბრობთ, არ ვსაყვედურობთ, ხმამაღლა არ ვამბობთ ამ ყველაფერს, მაგრამ აი ამას ყველაფერს რომ გიკეთებს ასეთი ხელისუფლება, ეს რაიმე მეგობრობაში ჯდება, აღარ ვსაუბრობ იმაზე, როგორ ითხოვდნენ, როგორ გვითრევდნენ თავის ომში, როგორ უნდოდათ რომ ჩვენი მეომრები წასულ, ჩვენი მოქალაქეები წასულიყვნენ საომრად, როგორ უნდოდათ რომ ჩვენ ესკალაციაში შევსულიყავით რუსეთის ფედერაციასთან. ასე რომ აი ამ ყველაფერს რო აკეთებს და ამის შემდეგ კიდევ რომ ესე ვთქვათ ზელენსკის და უკრაინის სპეცსამსახურების განდიდებით არიან დაკავებული ქართული გვარსახელის მქონე ადამიანები, აი ამიტომაც არიან უსამშობლოები. როგორ შეიძლება შენი სამშობლო გიყვარდეს? ამას უყურებდი და ხმას არ იღებდი, ერთ საყვედურს არ ამბობდი. ამიტომ რაც შეეხება ამ ფაქტს, რაც შეეხება და თითქოს იმაზე საუბარს, გამოძიება მიდის, მაგრამ თითონის პირი, ვინც არის დაკავებული, ის ამბობს, რომ თითქოს ეს ყველაფერი რუსეთში გასატანად იყო გამიზნულიო. თუმცა რაც ვიცი დადასტურებულად, არ ვიცი, მე მგონი ავლაბარში რუსეთი არ არის და ავლაბარში კონკრეტულ მისამართზე მიდიოდა ეს ასაფეთქებელი ნივთიერება. რამდენიმე საკითხი არის მნიშვნელოვანი. პირველი, თქვა, დავიჯერეთ ეს ვერსია, რომ უნდა გაეტანათ რუსეთში და ჩვენ უკრაინის სპეცსამსახურები არაფერს არ გვერდჩოდა. 2.4 კილოგრამი ჰექსოგენი რას ნიშნავს? დაგუგლეთ და გაიგებთ. ის რომ შეიძლება მათ შორის ეს არის ასაფეთქებელი ნივთიერება, ხომ? თვითფრინავში არ აგატანინებენ იმას დეზადორს ან რაღაც ესეთ სანთებელას, იმიტომ რომ საშიშია რომ შეიძლება აფეთქო მთელი თვითფრინავი. აი 2.5 კილო ჰექსოგენი რომ იქნებოდა ავლაბრის კონკრეტულ მისამართზე.
აი შემთხვევით ხო განზრახვა არ ქონდათ არა და იქ სხვაგან მიქონდათ. აი შემთხვევით ხო შეიძლება რაღაც მომხდარიყო. შეიძლება რომ შემთხვევით ის აფეთქდეს ზემოქმედების შედეგად, ან ის ტრაილერი გადაბრუნებული იყო და აფეთქებული იყო, ან იმ სახში აფეთქებული იყო. მთელ ავრაბას ხო აიტანდა ცაში. აი ამას გვიკეთებდა უკრაინის სპეცსამსახურები. ანუ ეგუებოდნენ, შეგუებულები იყო უკრაინის სპეცსამსახურები, სადაც ქართველი მუშაობს, გია ლორდ-კიფანიძე, აი ესეთი ქართველები ისტორიაში რო გვსმენია ყორღანაშვილები და მსგავსები რომ იდიოდნენ სხვა ქვეყნის მეფის კართან და იქ ყურში რო უჩურჩულებდნენ როგორ დაეზიანებენ საქართველოს. აი ქართველი სისხლით ქართველი და თავისი არსით ანტიქართველი ადამიანი მუშაობს და წარმოგიდგენთ ამას გეგმავდა და ამას ეგუებოდა იმას რომ ნუ შეიძლება აფეთქეს, მაგრამ ჯანდაბას აიწიოსავლაბარი და თბილისი. აიწიოს ჰაერში, ოღონდ თავის მიზნებს მიაღწიონ რუსეთში. აი რომ დავიჯეროთ ის ვერსია, ოღონდ რუსეთს ზიანი მიაყენონ და ჯანდაბამდე გზა ქონია ქართველებს და ქართველ ქალებს და ქართველ ბავშვებს აქ რო აფეთქებული, ხო? აი ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე, როდესაც საუბრობთ უკრაინის სპეცსამსახურებზე, რომელმაც არაერთხელ მოინდომეს ჩვენი დაზიანება და საბედნიეროდ ქართული სპეცსამსახურები ყოველ ჯერზე უფრო ფხიზელი და ძლიერი აღმოჩნდნენ, ვიდრე ის ქართველი მოღალატე, რომელიც იქ უზით სპეცსამსახურებში. ერთ რამეს ურჩევდი უფრო უკრაინის სპეცსამსახურებს, მოღალატეს როცა თანამშრომლად გაიხდი, ის საბოლოოდ მათაც უღალატებს და რა მდგომარეობაში ჩააგდებს მერე კიდე ცალკე ნახავენ. ეს ერთი და მეორე ხა ეს თუნდაც რომ ეს მიქონდათ, ესეც რომ დავიჯეროთ რომ მიქონდათ რუსეთში. ჩვენ რას გადაგვეკიდნენ, კაცო? ომი აქვთ იომონ. ხო ამბობენ რომ 1000-ობით კილომეტრზე მიდის დრონები და ასე შემდეგ. შეეშვან საქართველოს ჩათრევას თავის ომში. ეს არ არის საქართველოს ომი, რომელსაც ისინი ეწევიან და შეეშვან საქართველოს ჩათრევას თავის ომში. როდესაც ჩვენ ომი გქონია, მათ შორის რუსეთთან ომი გქონია, არავინ, არც უკრაინელები და არავინ არ ჩაგვიტრევია, არავინ არ ჩაგვიტრევია ჩვენ ომში და არავის ქვეყანა არ დაგვიყენებია რისკის ქვეშ და ასე რო ექცევიან ქართულ ხალხს და აქ რო არის ხალხი, რომელიც აი დღესაც გამოვლენ საღამოს რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან დადგებიან და უკრაინის ხელისუფლების განდიდებით იქნებიან დაკავებული პარლამენტის წინ. ამიტომ ეს მე სხვა დროსაც მithქვამს, ჩვენ იმ ტანჯვის გათვალისწინებით, რომელსაც დღეს გადის უკრაინელი ხალხი, ამის გათვალისწინებით ჩვენ არ ვამბობთ არაფერს, სასაყვედურო ბევრი არის და სათქმელის ბევრია, მაგრამ ვითვალისწინებთ ამ გარემოებას, მაგრამ მოვა დრო, ეს ომი დასრულდება და რა თქმა უნდა ჩვენ კითხვებზე პასუხს მოვითხოვთ უკრაინის ხელისუფლებისგან, იმასთან დაკავშირებით რომ რას უშვებოდნენ. ეს არის მათი გაგება ძმობის და მეგობრობის, რომ თბილისის მოსახლეობა თბილისში შემოიტანო 2 კილოგრამ ნახევარი ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც მთელი უბანი შეიძლება ჰაერში აწიოს. ეს არის იმისთვის, რომ თავის სამხედრო მიზნებს ან რაღაცა პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ, ჩვენ გვწირავენ, ჩვენ ქალებს წირავენ, ჩვენ ბავშვებს წირავენ, ჯანდაბას, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი თავი, ოღონდ ზელენსკიმ მიაღწიოს რაღაც თავის სამხედრო მიზნებს რუსეთთან დაკავშირებით. აქვთ ომი, იომონ, კეთილი ინებონ და ეომონ პირდაპირ რუსეთს და შეეშვან საქართველოს. ის ქვეყნები, რომელიც გამოიარა სანამ საქართველოს ჩამოვიდა, იქ უსაფრთხოება არ მუშაობს თუ უბრალოდ რა თქმა უნდა, ესეც მანიშნებელია, ესეც მანიშნებელია, როდესაც ჩვენ გვესაუბრებიან მართლობასთან დაკავშირებით თუ სხვა სისტემებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ხო ჩანს, ხო? გამოიარა ნახევარი ევროკავშირი ლამის, ისე რომ არავის არ გაუჩერებია. ხა ეს შემთხვევით გამოეპარათ თუ ვინმე ძალით თვალს უხუჭავს ესეთ რაღაცებს, ეს ხამაში თვითონ გაერკვნენ, მაგრამ ფაქტი სახეზე არის. და ეს არ ეხება მხოლოდ ასე ვთქვათ, აი ამ ასაფეთქებელ საკითხს, იცით რომ საქართველოში თითქმის 2000 ასე ვთქვათ, გზავნილი გაჩერდა, რომელიც სანქციების დარღვევით მოედინებოდა ევროპიდან თუ სხვა ქვეყნებიდან რუსეთის მიმართულებით და საქართველო მიუხედავად აი ამ ყველაფრისა, რასაც გვიკეთებს უკრაინის ხელისუფლება, რასაც გვიკეთებს ბრიუსელი და სხვები, კეთილს ინდისიერად იმ სანქციების პირობას უკრაინელი ხალხის გამო, არა უკრაინის ხელისუფლების ან ბრიუსელისთვის ანგარიშის გაწევის გამო, უკრაინელი ხალხის გამო. ხალხი არის ჩვენი სადარდებელი და მათ გამო არის ჩვენ რომ ამ სასანქციო რეჟიმსაც ვიცავთ და ვიცავთ იმ მხრივ, რომ აი რაც იქიდან რომ მოდის და მოედინება და
გამოეპარებათ თუ არ ვიცი მე თვალს უხუჭავენ, საქართველოში ჩერდება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, აქ რომ წამოგაყვედრიან რუსეთთან ვაჭრობა არის და ხორბალს ყიდულობთ თუ არ ვიცი მე ღვინოს ყიდით და მე რო აღმოჩნდება რომ ღვინის არამწარმოებელი ლიტვა არის რეკორდსმენი ღვინის შეტანით რუსეთში. ვიციო სპეციალურად დასვით ხო? რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის მაჩვენებლებიდან გამომდინარე და ეს აღიარებული არის არაერთი არ მხოლოდ რეიტინგის ხო არამედ ისედაც რომ საქართველოს არის წამყვანი ამ ხოლმე მაგრამ კორუფციის ნაკლებობა არ გულისხმობს კორუფციის არ არსებობას. ღარიბაშვილი იყო მას შორის ვისი დამსახურებითაც წესში გვაქვს. თავისთავად ის გახლავთ პრემიერ-მინისტრი. ხო და ამას იკითხებით იმიტომ რომ როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო სწორედ იმ პერიოდში ვიმდითებს რომ დანაშაული მოხდა პროკურატურა. ხო ამას 2022-2024 წლებში რომლის კურსს? კი. აი ეს დანაშაული. უბრალოდ დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება, მათ შორის ხდება მსხვილი ფინანსური მაქინაციები და ეს არ ნიშნავს ხელისუფლების მონაწილეობას ამაში, ხომ? დანაშაული იმის დამნაშავეა, რომ ის ფარულად რაღაც სქემებს მოიგონებს და ამიტომაც ხდება დანაშაულები. კი, ხო? გაქანება, ხო? თქვენ ნახეთ, ეგ ბაჩიაშვილის შემთხვევა ნახეთ, კაცმა 1.5 მილიარდი ისე გააქრო რომ როგორ ხარ რაც როდესაც ადამიანს აქვს საკმარის კრიმინალური ენერგია და რაღაცა ტვინის მიყვება რომ რაღაც სქემები მოიფიქროს, ესე ხდება ყველა დანაშაული. აბა მაშინ ასე მარტივად რო იყოს ასე თქვა კრიმინალთან ბრძოლა, კრიმინალი აღარ იარსებებდა, მაგრამ როგორც კი მოიფიქრებ ბრძოლის მეთოდებს და საშუალებებს, ამის საპირისპირო რაღაც იდეები უჩნდებათ. ეს არის მაქინატორების არსი, ეს რეალურად ჩვენს რაც მოვისმენთ ჩვენ რაც მოვისმინეთ ხომ ეხლა ამ რაღაც ვალუტის მაქინაციასთან დაკავშირებით ეხლა ზუსტად როგორ რა მოხდა კიდევ ამაზე ისაუბრებს ალბათ პროკურატურა როცა გაერკვევა მთლიან სიაში მაგრამ ნუ ეხლა ამ დონის მაქინაციას თავის მოფიქრება ჭირდება საბაჟოდან შემოდიოდა ეს ვალუტა უცხოური ვალუტა საბაჟოს გამიხდებოდა ეს ნიშნავდა რომ კითხები არსებობს ახლა მაგალითად მინიმუმ პროფილოვის მისამართი უბრალოდ მინისტრი საბაჟოს არ აკონტროლებს, საბაჟოს აკონტროლებს ნებაში. თუ კი საბაჟოზე იყო ცალკეულ ვინმე თუ თვალს უხუჭავდა, რა თქმა უნდა, გამოძიების ნაწილიც ესეც არის, რომ გამოიძიებს ვინმე უხუჭავდა თუ არა თვალს. მეორე არის, რომ კონტრაბანდას მოძრაობა სოფლიოში ყველა ხდება. თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სამხედრო ფლოტი დაძრა ვენესუელასთან მიიყვანა და სამხედრო ფლოტი დგას იქ რომ კონტრაბანდა რაიმენარად გადავიჭირო ამერიკის შეერთებული შტატების რომელსაც საზღვარის კონტროლის კარგი აქვს და კედლებსაც აშენებენ ვიხარ თქვენ რას ფიქრობთ რომ ეს რა ქვია ბაიდენი იყო ჩართული ნარკოტიკის შეტანაში ამერიკის შეერთებული შტატებში ხო არ ვიცი შეიძლება ამერიკაშიც ვიღაცა რომელიღაცა ჩინოვნიკი რაღაცაში ჩართული იყო შეიძლება არ იყო ჩართული და გვირაბებს თხრიდნენ და ისე შექმნა ზოგადად რა იცით ამ დანაშაულს რაც შეეხება იმდენად უცნაური დანაშაული საერთოდ რა სქემა არის მიჭირს წარმოდგენა ანუ რა ხდებოდა ასე თქო გამაში გაგვარკვევს კიდევ პროკურატურა იმდენად უცნაური დანაშაული თავისი არსით ალბათ დამეთანხმებით ვიღაცებს უცხოეთიდან შემოქონათ რაღაცა თავისი უცხო ვალუტა იმისთვის რომ საქართველოში რა ვიცი დოლარში ამით სიმართლე გითხრათ ცოტა ვერ ხვდები ისინი ასარგებლოს პოულობდნენ ამ ყველაფრისგან ცოტა გაუგებარია არა ის ადამიანები ვინც ახურდავდნენ ცოტა გაუგებარია ამიტომ საერთოდ არ ვიცი რა ტიპის სქემა იყო წარმოუდგენელი მგონია ეს. მე იყო ამას ჩართული. ანახეთ გომელაურის, ილვაშვილის და ღარიბაშვილის ჩართული. ხო ნახეთ ადამიანიც არის რომლის სახელი და გვარი არავის არ გაუგია, არ ვიცი. ხავთ თქვენ გამორჩეული გონიათ თუ ბაჩიაშვილის საქმეში იყო ინმე ჩართული, ანუ ადამიანმა შეიძლება ინდივიდმა
ასეთი სქემები ქვეყანას მართავდა და არა, უყურეთ როგორ გააკეთა ბაჩიაშვილმა რაც გააკეთა. როგორ გააკეთა ბაჩიაშვილმა რაც გააკეთა. აი ხაი ბაჩიაშვილი, რომელმაც ასე ვთქვათ, საუკუნის აფერა ჩაიდინა, $1.5 მილიარდ აფერა ჩაიდინა. სასამართლო პროცესი მიდიოდა, შესაბამისი შეზღუდვები ქონდა და ადამიანმა მანქანა გადააკეთა, რა ვიცი, შემდგებლათაც ლამის თვითონ იმუშავა და ისე გაძვრა ქვეყნიდან, ნუ რა ვიცი, კრიმინალური ენერგია ადამიანის ფანტაზია არის გამოძიება ხო უყურეთ ვინმეს რამის დამალვაროს დომებოდა ამას ვერც გაიგებდით გამოძიებამ რახან გამოავლინა გამოძიება მიყვება ნახავს რასთან ქონდა საქმე საერთოდ რა ტიპის თავისი არსითაც ცოტა უცნაური დანაშაულია ხო ხელაფულია რომ დახმარების იკითხებიან არის სამხედრო ორგანიზაციის წარმომადგენლები ფსკ-ი გამოიკითხება ვერდიქტამდე როგორ შეაფასებთ ამ საქმეს და ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა. ხო ეს არის ნაწილი მათ შორის საქართველოში ძალადობის ხელშეწყობისა, მათ შორის ბრიუსელის მხრიდან. და ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს პარლამენტს როცა წვავდნენ, როდესაც მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ, ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები აქციის მონაწილეებს აძლევდნენ აღჭურვილობას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. შეგახსენებთ, რომ ისვედის მოქმედმა ხელმძღვანელმა აღიარა, რომ მან უცხოური ფულით მას ევროკავშირი აფინანსებს და შესაბამისად ევროკავშირის ფულით პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად სპეციალური აღჭურვილობა გადასცა მისმა წინამორბედმა გადასცა აქციის მონაწილეებს. ასე რომ ეს აღიარება საჯაროდ გაეპარა მოქმედ ხელმძღვანელს, ყოფილ ხელმძღვანელთან დაკავშირებით და დღეს ჩვენ ვიცით, რომ მათი ამაღიარებით, რომ ევროკავშირის ფულით პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით გაწევისთვის გადაეცათ აღჭურვილობა, კერძოდ აირწინაღები აქციის მონაწილეებს. ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ და მე იმედი მქონდა, რომ ევროკავშირის საელჩო თუ სხვა სტრუქტურები თუნდაც აი პრესპიკერი, რომელიც ელენე ხოშტარიას როგორც ჩანს ისე ახლოს იცნობს, რომ მას მხოლოდ სახელით მოიხსენიებს და იმედია ეს სიმპათიები მხოლოდ რაღაცა დაქალობის ბრალი არ არის, რომ ამაზე იტყოდნენ, რომ გამოვიძიებთ ჩვენ თვითონ შიდა გამოკვლევა გვექნება ამასთან დაკავშირებით, ნაცვლად ამისა ხედავთ, რომ ხარდაჭერა, ანუ პირდაპირ გამოდის, რომ ევროკავშირის საელჩო ირაცხავს, ანუ შეირაცხა თავის მიმართ, რომ საქართველოს პარლამენტზე თავდასხმისას პოლიციის წინააღმდეგობის გასაწევ აღჭურვილობას მისი ფულით გადასცემდნენ აქციის მონაწილეებს. კიდევ ერთხელ ეს აღიარა ისვედის მოქმედმა ხელმძღვანელმა, რომ აქციის მონაწილეებს გადასცა სპეციალური აღჭურვილობა, რომელთაც ისინი შეძლებდნენ წინააღმდეგობა გაეწიათ სპეციალური საშუალებებისთვის, რომელიც გამოიყენებოდა ძალადობის აღსაკეთად, ანუ წინააღმდეგობა გაეწიათ და ძალადობა გაეგრძელებინათ. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ჯარიმების გადახდას რაც შეეხება, ჯერ კიდევ 2023 წელს შემოდგომაზე მაშინ გამჟღავდა, რომ უცხო ფულით ხდებოდა ჯარიმების გადახდა, კერძოდ ერთ-ერთი NGO ამერიკული და ევროკავშირის ფულით იხდიდა ჯარიმებს. ამაზეც დღემდე არ მოგვისმენია განმარტებები. ანუ აი ეს არის სამწუხარო. ასეთ პარადოქსში აღმოჩნდით, რომ შვიდობის პროექტი ევროკავშირი დღეს თავის თავს აიგივებს ძალადობასთან და პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულის ჩამდენ პირებთან. თავრობის ეფექტიანობის ინდექსზე გეკითხებით პირისხანია და ეს ის შეგვიძლია შეგეძლოთ ევროპის საუკეთესო 20-ში არის საქართველო. რას უპასუხებთ ჯუან შებუჭულაძეს? სასამართლო პროცესი იქნება და ყველას აქვს საშუალება, რომ ანუ არსებობს პროკურატურის ბრალდება, იქნება სასამართლო, პროკურატურამ თავისი ბრალდება უნდა მტკიცებულებებით დაადასტუროს, ყველაფერი საჯარო არის და ყველა ნახავს. თავრობის ეფექტიანობის ინდექსში საქართველო არის კვლავ მოწინავე პოზიციაზე, ევროპის საუკეთესო 20-ში არის. რა პოლიტიკის შედეგი არის მსგავსი მზარდი დინამიკა შეგვიძლია? ეს არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ არ უჯერებთ ბრიუსელს ყველაფერს. აი ზუსტად ეს არის შედეგი.
ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, დღეს არათუ მმართველობის ეფექტიანი მმართველობა გვექნებოდა ქაოსური მმართველობა. ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა თავის დროზე, დღეს ჩვენ ვიქნებოდით ომგამოვლილი დანგრეული ქვეყანა. იმიტომ რომ ბრიუსელიდან მოგვიწოდებდნენ რომ წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, დაგვეწესებინა სანქციები და სხვა შეზღუდვები და წავსულიყავით ესკალაციაზე. შესაბამისად, ეს დღეს ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ნაცვლად 8-9-10% ეკონომიკური ზრდისა გვექნებოდა დათვლილი არის ეს შესაბამისი ექსპერტიზით, გვექნებოდა მინიმუმ 8%-იანი და მაქსიმუმ 17%-იანი ეკონომიკური ვარდნა. ამიტომ ის შედეგები, კარგი შედეგები, რაც ჩვენ გვაქვს, არის შედეგი იმისა, რომ ყველაფერს არ უჯერებთ ბრიუსელს. გადაგფრთხილებინათ მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილი, რომ მასაც შეიძლება ჯუაშვილი ბურჟუაზიის ბედი გაეზიარებინა. აი ეს გამაფრთხილებელი ის ქონდა მათ შორის ბურჟუაზიის დაკავებას, რომ ღარიბაშვილი გადაგფრთხილებინათ, რომ მასაც დაიჭერდით? სისხლის სამართლიანი დევნა არ არის პოლიტიკური ინსტრუმენტი. ამ შემთხვევაში პროკურატურას კონკრეტული საქმის ამ საქმეს ახლა ხوار დაიწყო გამოძიება, იცის რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არიან პირები დაკავებული. ერთი საქმის ნაწილი არის და შესაბამისად პროკურატურამ ჩათვალა რომ აქვს საკმარისი მტკიცებულებები ამასთან დაკავშირებით, დაანჩეს სასამართლოში გაირკვევა ყველაფერი მტკიცებულებები არსებობს. ამ დღეების განმავლობაში, როცა ვეკითხებოდით ქართულ ოცნებას და ჩნდება განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მოლოდინი, რომ შეიძლება დააკავონ ქართული ოცნებიდან წასული ყოფილი წევრები. ჯერ ირაკლი ყობახიძემ დაიწყო საუბარი, რომ ხაბაეშვილის უკან იყვნენ ქართული ოცნებიდან წასულები, შემდეგ ნახეთ დაკავებული ჯუანშე ბურჟუაძე და ეხლა გავიგეთ, რომ $600 მილიონი გათეთრდა ჩვენს ქვეყანაში, ხო? და როცა ქართული ოცნების წევრებს ვეკითხებოდით, არ გამორიცხავდნენ, ამბობდნენ, რომ თუ ღარიბაშვილი ან ლილუაშვილი ან რომელაუდი ნებისმიერი გვარი ჩაიდეს დანაშაულს და გვექნება მტკიცებულება, პოლიტიკოსობა და პარტიულობა არ არის ინდულგენცია და ყველა იქნება დაკავებული. დღეს ვნახეთ, რომ რაღაცნაირად შეიცვალა თითქოს თქვენი რიტორიკა და გამორიცხავთ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ინდულგენცია არ არის. ინდულგენცია არასდროს ერთადერთი ვისი დაკავებაც არ შეიძლება არის ელენე ხოშტარია. ელენე ხოშტარიამ შეიძლება ყველაფერი გააკეთოს, გადაგწვას, დაგვჩეხოს, მაგრამ ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს, ამიტომ ერთადერთი ვისი დაკავებაც არ შეიძლება არის ელენე ხოშტარია. სხვა ყველაფერი სინამდვილეში ეს საჩვენებს, ხო ხედავთ, უყურეთ ჩვენს მიდგომას კანონის უზენაესობის მიმართ და ევროკავშირის მიდგომას კანონის უზენაესობის მიმართ. ესეც ხო ამის მაგალითია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა კეთილსინდისიერად ემსახუროს თავის ქვეყანას და ის ნდობა, რომელსაც უცხადებს მას ხალხი და ნდობა, რომელსაც უცხადებს სახელმწიფო გუნდი, ეს ნდობა კეთილსინდისიერად განახორციელოს, რომ აქ არავის საერთოდ არ აქვს რაღაც ცოდვების გამოსყიდვის საბუთი და ამის აპირისპიროდ ბრიუსელი გვეუბნება, რომ მნიშვნელოვანი არ არის რა დანაშაულს ჩაიდენს, ელენე ჩვენია და ელენეს თითი არ დაედოს, ამიტომ ყველაფერი უნდა ეპატიოს. აი ეს არის ის ღირებულებითი სხვაობა სხვათა შორის და აქაც ვიტყოდი ბარემ, რომ რაც განასხვავებს ქართულ ღირებულებებს ცრუ ევროპული ღირებულებებისგან. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ბრიუსელი ჩვენ გვესაუბრება ცრუ ევროპული ღირებულებებით, რომელიც ახლოსაც ვერ მივა ქართულ ღირებულებებთან. ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოებას დაფიქროს, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ქართულ ღირებულებებზე. ქართულ ღირებულებებზე, როგორც ჩვენი საზოგადოების ცხოვრებისთვის, ქართულ ღირებულებაზე ჩვენი სახელმწიფო მოწყობის მხრივ. ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით ვკითხავთ, 5000-იანი არის გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით, თუმცა თავად ამბობს, რომ ამ გირაოს გადახდას არ აპირებს. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება და ეთყობა რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული ფული ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის. ასე რომ მას რომ რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული მილიონებიდან 0.001% გამოდის ალბათ საქართველოს ბიუჯეტისთვის გაემეტებინა, ეს 5000 ლარი მოხმარდებოდა საქართველოს ბიუჯეტს, მაგრამ მას ეს რუსული ბიუჯეტიდან მიღებული ფული ეთყობა ენანება საქართველოს ბიუჯეტს.
ან აქამდე რაც ადამიანი გაქცეულია მიატოვა აი ხანდახან ცოტა რთულია ხო საუბარი ანუ ისე ხელის გულზედეს აი ჩვენ ქართულ ოცნებას შეგვიძლია იმ თამამად თქვა იმის რომ მიგვატოვა გვიღალატა უცხო ქვეყნის ელჩთან შეთანხმებით გადადგა მოკურცხლა ადამიანმა გუნდიდან ახლა მე პარტია ჩამოაყალიბა და იქიდანაც მოკურცხლა ეხლა რა სერიოზულობით შეიძლება ამაზე საუბარი ამ ადამიანზე საუბარი რომელიც რატომ მოკურცხლა ვერავინ გაიგო ხო აი რა ჩამოვიდეს ვინ რას ედავება ვინ რას ჩამოვიდეს ჩორჩანას ხო ისაუბრებენ ჩორჩანასთან დაკავშირებით მაგრამ ანუ ადამიანს ესე იგი იმისი უშუალო საფრთხეს კი არ არსებობს გზნობდეს ამას მაგრამ ესე იგი იმდენად მშიშარა არის რომ გაიქცა საერთო ჯამში გაიქცა პასუხისმგებლობას იმიტომ რომ რა საარჩევნო კამპანიაზე საუბრობენ და ადამიანი ზის საზღვარგარეთ და ვისი ფულით არის ამის თქვენს რომ რა ფულითაც საქართველოს ცხოვრობდაო იმ ფულით ცხოვრობს იქო და მაშინ ეკონომიკური დონით დავწევი ვარ გერმანიას და ეგ ყოფილა თუ კი ის თანხა რომელიც საქართველოში საკუთარ თავს ახარჯოს და ყოფნის ამ თანხით ცხოვრობს გერმანიაში მაშინ ისიც აღიარონ აქვე რომ დავეციეთ გერმანიას ეკონომიკური განვითარება არა რა თქმა უნდა იმიტომ რომ კითხვები არის მევა ასე ვთქვათ პოლიტიკური დაკვეთით და კეზერაშვილის სურვილით კითხვები არა გამოძიება უნდა დასვას ის კითხვები მე გამოძიება ხო ანუ გამოძიება სხვას კითხვებს იქიდან გამომდინარე რაც საქმის ინტერესში არის იქიდან გამომდინარე უსვავს ადამიანის ინტერესებს და არა იმიტომ რომ მოდი გამოძიებაა და რა ვქნათ ყველას ხوار დაუსვათ კითხვები შეიძლება საზოგადოების გამოკითხვაც ჩაატარებას მოინდომათ ამისთვის მაგრამ ბაჩიაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, მაშინაც როგორც ხვდები, ალბათ ეგ პერიოდი იყო, ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერი და არა მე იმის თქმა მინდა რომ იცი მაქინატორის ტვინი, ამიტომ არის ასეთი და ამიტომ ატრიალებენ მილიონებს თუ 600 მილიონებს, რომ ადამიანი მაქინატორია და ხა იმან ისიც იცის როგორ დაფაროს რაღაცა, როგორ არ გამოჩნდეს და ესეც გარკვეული ხანდახან იღბალი საკითხია ხოლმე, რომ ასეთი ტიპის მაქინაცია აღმოაჩინო. ეხა ფინანსური მაქინაციები ისეთი მაქინაციები ტარდებოდა რომ ჩამოალგრია 2008 წელს მთელი დასავლური გარანტირებული სამყაროს სისტემა, საბანკო და სისტემა ჩამოალგრია ამერიკაში მაქინაციებმა კონკრეტული საფინანსო პროდუქტებით. დაინახა ვინმე აღმოაჩინა, სადამ არ მივიდა ის მომენტი, როდესაც ჩამოიშალა მთელი ფინანსური სექტორი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაინც არ მიპასუხეთ რა კომუნიკაცია გაქვთ ირაკლი ღარიბაშვილთან და ურთიერთობა. ალბათ